ჩემი შეფასებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენთან პოლიტიკა კეთდება მხოლოდ ზემოდან ქვემოთ. აუცილებელი არის საზოგადოების გაერთიანება იმისთვის, რომ საზოგადოებამ შექმნას დაკვეთა. ის დაკვეთა, რომელსაც უნდა მოერგონ პოლიტიკოსები. საზოგადოებამ აუცილებელია შექმნას ის მოედანი, ის მართებული მოედანი და ჩამოყალიბდეს თამაშის წესებზე, რომელსაც უნდა მოერგონ პოლიტიკოსები. იმედი მაქვს, რომ ესეთი გაერთიანებები შევძლებთ, რომ შევასრულოთ ეს მისია და აღარ მივცეთ არც ერთ პოლიტიკოს იმის უფლება, რომ თავად გვიკარნახოს დღის წესრიგი. ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს ვალდებული, რომ უპასუხოს სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ელის, მისი აღმატებულობა საქართველოს მოქალაქის მოთხოვნებს. იმედი მაქვს, რომ ეს ახლა კარგი დასაწყისი იქნება და აუცილებლად ეფექტი არის საშუალება, რომ გავიდეთ ბოლოში, რომელიც იქნება წარმატებული მთელი პროცესის. თუ გვინდა რომ არსებობდეს ადეკვატური პოლიტიკური პროცესი, ხო, აუცილებელია რომ აქეთ მხარეს ადეკვატური საზოგადოებრივი პროცესიც არსებობდეს და საზოგადოებრივი სტრუქტურები აბალანსებენ პოლიტიკურ პროცესებს. ის რომ ჩვენ ვიმყოფებით სინამდვილეში, როცა ნდობა პოლიტიკური პროცესის მიმართ არის ძალიან დაბალ დონეზე, ის რომ ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობა ფაქტობრივად გამქრალია და საზოგადოების უდიდეს ნაწილს აღარა აქვს ნდობა სახელმწიფოსადმი და სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია სწორედ ამაზე, რომ არც ერთ ეტაპზე სამწუხაროდ არ შეიქმნა ძლიერი საზოგადოებრივი სტრუქტურები, რომლებიც დროულად მყისიერად შეძლებდნენ რეაგირებას პოლიტიკურ პროცესებზე და გარკვეული ზეგავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე და შეასრულებდნენ ძალების დამაბალანსებლის როლს. უნდა ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური სუბიექტები, ახლები, უნდა გადახალისდნენ ძველები, უნდა იკისრონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც თხოვს მათ საზოგადოება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და საზოგადოებრივი ასამბლეა წესით, როცა ასეთი შიმშილია საზოგადოებრივი სტრუქტურების, ალბათ შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, რომ წაახალისოს ეს პროცესი, ფასილიტაცია გაუწიოს, დააჩქაროს საზოგადოების კონსოლიდაცია და საზოგადოების პოლიტიკურ სპექტრთან დიალოგის პროცესი. საზოგადოებრივი ასამბლეა ვალდებულია, რომ გადარჩეს და იარსებოს როგორც საზოგადოებრივი აზრის მაკონსოლიდირებელმა სტრუქტურამ და შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი დაკვეთის, შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთის ფორმირებაში.